მამა ჩემისთვის ვიყავი ჯერ მე და მე იყო ყველა დანარჩენი დედამიწის ზურგზე. ანუ რა ვიცი, არ არსებობდა მამა ჩემისთვის ახაცა რომ ეთხოვა და მას არ გაიკეთე. ნუ აი ცოცხალი ყოფილი. ვერასოდეს ვერ დავიწყებდი მე წერა. და რო გაგეგოც. ვერც ვკითხავდი, ვერც გაუბედავდი საერთოდ, ვერ დავსვამდი ამ შეკითხვას. თუ გინდა ეს აღუჭრა. არა, იყო სახელი და გვარი. ანუ აგერ მამა ჩემის მაქვს სვირინგი. რა უნახი რა მაგარი ტატუა. აქეთ დედა ჩემის. ყველაზე ემოციური და ყველაზე მძიმე ჩემთვის იყო აიშადის ისტორია. წალკაში ყავდათ ქალი დაბმული 9 წელი. 9 წელი ყავდათ დაბმული, 9 წელი აუპატიურებდა სხვადასხვა კაცი. აქცენტი ჭიათურაზე მახსოვს ყველაზე მძაფრად. იმიტომ რომ იმდენად აბსურდულ რაღაცას ეუბნებოდნენ, რომ ჭიათურა ყველაზე მაგრად ამახსოვდა. ჭიათურაში ეუბნებოდნენ, გორის სამშობლოსაც შეეხება, გორის სამშობლოდან მოპარული იმდენი ბავშვი ყავს ნაპოვნი, იმდენი ბავშვი მოპარული ბავშვი, რომ რავი გადას. ჩვენ როგორც სტატისტიკურად გვაქვს, უკვე 150,000-ზე მეტი ადამიანი ეძებს შვილს. ლიკას დედას გამოატანეს სასახლე, ლიკას თავისი საფლავია, ანუ ის ქვა აქვს, გოგო საკუთარი, სადაც ოჯახი მიდოდა კვერცხებს უგორებდა. დღეს მუშაობენ ის ძველი ადამიანები თუ გაქვთ ინფორმაცია? კი. დღეს მუშაობენ კი არა, დღეს არიან სამშობლოების დირექტორები. არის იცით რომ ბიჭები ალბათ 10% ეძებს? ხო, აი მაგას ვამბობ, მამები ნაკლებია. მამები არა, გაშულებული ბიჭები. უი, რატო? ცხონიათ. რამდენი ბავშვიც ჩვენ გაშულებული ყავს ნაპოვნი, ამ ბავშვების მამების 80%-მა არ იციან ბავშვების არსებობა. წვადებს წვავდა ეს კაცი, რა და რო ჩაუყვანეს, რომ შენი შვილი და რო უხსნიან, ხდება მიკროინფარქტი დაემართა ამ კაცს, კაცო გადაყირავდა და რომ ყოფილიყო მამის გვერდში დგომა, რა თქმა უნდა, ამდენი გაშულებული ბავშვი არ იქნებოდა. თუმცა მაინც ვინც არის გაშულებული, ყველა არის ბებიის მხრიდან გაშულებული. დედა არ შეიძლება. აი, დაჯექი მიდი. აბა ბაკა